recent months, this process, people-to-people contacts. Identified by the Commission, through cooperation will assure you of our full determination. Thank you very much. Ყველა ეს ინფორმაცია დეტალურად იქნა მიცემული საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლებისთვის, რათა მოზიდული იქნა საერთაშორისო მხარდაჭერა. Როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მავთუხლარდების გავლების პროცესი შეჩერებულია და სწორედ ეს დიდწილად განაპირობა აი საერთაშორისო ჩარევამ და საერთაშორისო მხარდაჭერამ. ამიტომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ დეტალურად ინფორმირებას. წარუდგინეთ მონაცემები როგორც დაზარალულ სახლებზე, სკოლებზე, ამბულატორიებზე, საბავშვო ბაღებზე, ასევე რა ზარალი მიიღო სოფლება უკვე გარდა ამისა და რას აკეთებს სახელმწიფო გაზმომარაგებაზე, სარწყავსისამას და შემდეგ და აუხსენით რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერათა დაინახოს ქართულმა მოსახლეობამ ცალკე და ცხინვალის რეგიონში როგორც ოსურმა ისე სხვა მოსახლეობები დარჩენილი არის გამყოფ ხაზის იქეთ ნახო რა განსხვავება დასავლეთ როგორ ეხმარება საქართველოს და რას აკეთებს რუსეთი ამ დროს როგორ პასუხობს ამას ყველაფერს რუსეთი მე მათ გავაცანი ძალიან კონკრეტული ინფორმაცია კომისიის ფარგლებში სხვადასხვა უწყებებმა რა ტიპის სამუშაოები განახორციელეს და რა სამუშაოები მიმდინარეობს ეს ეხება გაზიფიცირების, ამბულატორიების მშენებლობის, ელექტროენერგიის გამრიცხველიანების, სათბობით უზრუნველყოფის, განათლებასთან დაკავშირებულ, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მათ მიიღეს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბური საკოორდინაციო შეხვედრა დონორებთან ამ კომისიის ფორმატით დღემდე არ გქონია.